მუშაობთ 2 წელს დილის 8:30-დან ღამის 1 საათამდე. ძირითადად ვემსახურებით მაღაროს, მაგრამ ასევე ხალხი, უბრალო ხალხი ახლა მოსახლეობასაც ვემსახურებით. ეს ერთი ტრანსპორტი არის, რომელიც მოსახლეობას არ აქვს სხვა ტრანსპორტი აქვს, ძირითადად ავარიონს. და ითქვის ის ხალხიც ამით სარგებლობს ამ ტრანსპორტით უშუალოდ. სხვა ტრანსპორტი არ არის. ან მარშრუტგან ავტობუსი არ არის, დადიან ფეხით. მე 7 წელი მისრულდება, რაც მუშაობ, მაგრამ შემოწმებით ყოველდღიურად მოწმდება. მაგრამ გამოცვლით კარგახანია, რომ ეს კაბინა არ გამოცვლით. დენი როცა ითიშება, კი ესეთი შემთხვევები იშვიათობა არის, უკვე იშვიათობა არის და თუ რამე დაზიანებულია, კიდე ვაჩერებთ, რომ გააკეთონ და რამე ხიფათი არ მოხდეს და რამე ესე იგი, რაც წარმოვიზარდეთ, უცადლოდან, რაც დაიწყო მუშაობა. მუშაობს, იქნება ასე 35-40 წელი. როცა დენი არ იყო და ოდენობა იყო, მაშინ იყო გაჩერებული. თორემ ისე სულ მუშაობს. უსაფრთხოა, იმიტომ რომ წესრიგში არის, სულ არის ხოლმე კაპიტალური რემონტები ტარებენ. ცოტა ამ ბოლო დროს ვაგონი შეგოლანძღა. ეს არემონტებულია ვაგონი, მაგრამ არემონტებენ ისე და ისე ახალი გასაკეთებელი ახალია მოსახლე. ეს ვაგონები გამოცვალეს სანამდე ჩვენი დრო აირეოდა. როცა შუქერად დავდივართ ფეხით, ძალიან გვიჭირს მაშინ, იმიტომ რომ ქარხნები არის, გამამდიდრებელი ქარხანა, სულ მოსკოვზა. მარგანიტის გლეფით გია ესეთი ვერ გაივლი. ჩვენც ერთი გამოსავალი არის ეს და მუშებს ავტობუსები დაგიახლა, მე უყვართ ხოლმე იმას. მახსოვს ამის მშენებლობაც, რომ მას შენებდნენ. იქედან ზუსტად არ იცი 64 წელი თუ 65 წელი იყო რომ გაუშვეს პირველად. და მთელი მაგუთის მოსახლეობა ამით სარგებლობდა. იმიტომ რომ ძალიან იაფიანი არის, კომფორტულიც არის და თანაც პუნქტუალური არის. იცი რა დროს წავა, რა დროს მოვა და ასე შემდეგ. უსაფრთხოც არის, არასდროს არ მახსოვს რომ აქ ავარია ყოფილიყოს, ან რაიმე დაზიანება მოხდეს. ეს მუშაობს დილის 8 საათზე პირველი რეისი და საღამოს 2 საათზე ბოლო რეისი. ყოველ 5 წუთში გადის. ეხლა ცოტა ახლა ამ გზავრების შეუმცირდა ამას იმის გამო რომ მოსახლეობაც აღარ არის გუჩი ისეთი დიდი რაოდენობით და მოსამსახურეები არიან. ძირითადად ეს მოსამსახურეებზე იყო გათვლილი და ხან პირველის ნახევრამდე მუშაობდა ღამით. ემთხვეოდა სამკერპო ფაბრიკის სამუშაოს დამთავრებას და მაღაროებზე ცვლების დამთავრებას. ელოდებოდა მუშების მოსვლას. მატარებელი მოდიოდა 12 საათზე რკინიგზის სადგურში სალიეთის მუშები მოყავდა და ელოდებოდა იმათ მიყაკეთებდა ბოლო რეისს პირველის ნახევრამდე მაინც სამუშაო. აი ეს ყველაზე გრძელი საბაგირო გზა იყო ეს სიგრძით საბჭოთა კავშირი. აი მახსოვს რაღაც 2-3 წლის წინ რაღაც პრობლემა იყო, რამდენი საათით გამოკიდებული იყო საბაგირო, მაგალითად ხალხი. აი ეს საბაგირო გზა იყო. კი, ეს საბაგირო გზა იყო. აქ მოხდა ესე რომ, მაგრამ არ ჩამოვარდნილა. არც არაფერი. ბაგირი დაიშვა თუ რა იყო, არ ვიცი, იყო ნამდვილად 8 საათი თუ 7 საათი ხალხი იყო საბაგირო გზაში. ფერპლი არასოდეს არ ყოფილა. არა, მე აგე ამდენი წელიწადი 50 წელი აქ ვსარგებლობ, ამით არ. ეს ვაგონი შაშან შეცვალეს. მანამდე დაახლოებით დიდ ხანს იყო და შაშან შეცვალეს, ახალი ვაგონი მოიტანეს, მაგრამ ნახმარია ესეც არ არის ახალი. საიდანღაც მოიტანეს ახალი ვაგონი. შედარებით ახალი. კი, ახლა ისე რომ ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტი ახლა მას ყურადღებას აქცევდეს და არემონტებდეს და რამე, ასე არ არის. თავის თავს თვითონ ინახავს და ფინანსებს და მინახავთ ჩვენ ღარიბი ხალხი. დიდარი ხალხი ამით არ გზავნებს.